აქცია გამართეს გორის ბაზრის მოვაჭრეებმა, ისინი გამგეობის შენობასთან შეიკრიბნენ და ბაზრის შენობის ახალ ადგილზე გადატანის გადაწყვეტილება გააპროტესტეს. გორის ბაზარი კერძო პირის საკუთრება, რომელმაც ქალაქის გარეუბანში ახალი ნაგებობა ააშენა და სწორედ იქ სურს ბიზნესის გადატანა. მოვაჭრეები კი აცხადებენ, რომ გარეუბანში მათ საკმარისი რაოდენობით მყიდველი არ ეყოლებათ. საპროტესტო აქციის მონაწილეებს გორის რაიონის გამგებელი შეხვდა და მათ საკითხში გარკვევას დაჰყიდდა. ნებისმიერი მოვაჭრე ყველა მივაქციოს ყურადღებას, მოვაწესრიგებთ, უბრალოდ ხარში მდგომა გჭირდება და ყურადღება გჭირდება. ჩვენ ამას რაც არ გაგვაჩნია. თხოვენ გადადი, ეგრე არ არის, ნახევარზე მე ხალხი ბანკის ვალებით ამუშავებს. გადადი, ეგრე არ არის. სამხედრო ბაზა. აი ივანიშვილი იყო და სამხედრო ბაზაო და არ უნდა გადადგეს იქა. უნდა იყოს აქა. აქ უნდა იყოს და ხალხი ვერ წავა იქა შილო. ვერ შეკვნა დირექტივა. ხალი სამხედრო გასალების ხალი გასაყიდია. მოვილაპარაკეთ რომ დაველოდებით ინვესტორების ჩამოსვლას, როგორც ის უცხოელები არიან, გვინდა რომ შემდეგ პარლამენტის წევრებთან ერთად მის და სხვა დანარჩენ სამსახურებთან შევხვდეთ მათ და მაქსიმალურად გავაკეთოთ ყველაფერი ამ ხალხისთვის. თუმცა მინდა გითხრათ, რომ ეს ძალიან რთული თემაა, ესე ვთქვათ, გლობალური თემაა, ჩვენს კომპეტენციას სცილდება, იმიტომ რომ ეს არის კერძო ესე ვთქვათ სტრუქტურა და ამიტომ ესე პირდაპირ ჩაარვის უფლება ჩვენ ნამდვილად არ აქვს.